ადამიანს უჩნდება ასეთი აზრი, რომ ღმერთი ხომ აკონტროლებს ყველას და ყველაფერს, მას ხომ ასეთი ფრაზა აქვს ნათქვამი, რომ შენს თავზე ყოველი ღერით მამაქვს დათვლილიო და ჩემი ნების გარეშე ღერით არ დაგცვიდებაო. და თუ ღმერთი ასეთი კეთილი ასე აკონტროლებს ყველაფერს, მაშინ რატომ არის ამდენი უბედურება? აი, უჩნდებათ ხოლმე ხა ბავშვებს განსაკუთრებით ესეთი აზრი, რომ რაღაცე შექმნა ეს ბოროტება, რაღაცე შექმნა ეს ეშმაკი, რომელიც ამდენ ბოროტებას თესავს. ამიტომ ჩვენ საჭირო და აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ყოველ წელს ბავშვებთანაც და რა თქმა უნდა პედაგოგებთანაც ეს კარგად გავიაზროთ ეს თემა, საიდან იღებს სათავეს ბოროტება. ამის გააზრება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ რამე არასწორი შეხედულება არ ჩამოგვიყალიბდეს უზენაესის წინაშე. აი ახლა მე მაგალითად ჩვენი პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ეპისტოლედან აი ამ თემაზე ძალიან მოკლე მიმოხილვა მაქვს, სადაც ლაკონურად და როიტყვიან მაღალ ესე თქვათ აკადემიურ დონეზე პატრიარქი ძალიან გასაგებად და ესე იგი იმისთვის რომ კარგად დაგვარწმუნოს, კარგად ხსნის ამ ძალიან ადვილად ამ თემას. ჩვენ ვიცით რომ სანამ ადამიანს შექმნიდა ღმერთი, ჯერ შექმნა ანგელოზებრივი სამყარო. იცით რომ 9 დასად არის შექმნილი და დიდი რაოდენობით, აი ზოგიერთი მამა წერს, რომ ადამიანი ხო ბევრიაო, რაც სამყარო შეიქმნა, მაგრამ იმათზე ბევრი ანგელოზიაო. ეგრე რომ რა თქმა უნდა ზუსტი ციფრი ჩვენ ამისი არ აგვაქვს, მაგრამ ვიცით რომ ანგელოზი შეიქმნენ ღვთისაგან, როგორც სხივები მზისაგან. ისინი უფალმა შექმნა გონიერნი, თავისუფალნი და უკვდავნი. დატოვა ნეტარებაში დაუმტკიცებელნი, რომელშიც ვერ შესწოდავდნენ, მაგრამ მისცა გარკვეული დრო. ანუ ერთგვარი გამოსაცდელი დრო აქვს. ოღონდ ჯერ არ არის ნეტარებაში დამტკიცებული. ანუ ესე იგი რაღაცა ეტაპი უნდა გაეარათ, რომ ეს მიეღოთ. ამ დროს ანგელოზთაგან ერთ-ერთი, იცით თქვენ, მთავარ ანგელოზი ლუციფერი, სინათლის მთავარ ანგელოზი, აღზევდა ამპარტავნებით ღმერთთან გატოლება მოინდომა, რის გამოც განარისხა ღმერთი, დაკარგა ანგელოზებრივი დიდება და ღვთის სამართლიანი სამსჯავროთი სინათლიდან წყვდიათში იქნა შთაგდებული, ზეციდან ჯოჯოხეთში, ანგელოზობიდან ეშმაკეულობაში. ანუ ფაქტობრივად ის თავისი ანგელოზებრივი დიდება დაკარგა. როგორც იცით, მან ანგელოზების 1/3 თან გაიყოლა, გადაიბირა. მაშინ დარჩენილი წმინდა ანგელოზები მთავარ ანგელოზ მიქაელის მეთაურობით შეებრძოლენ და დაამარცხეს ამპარტავანი. მათ ეხლა ხო გითხარით რომ აი უფალი ეს გარკვეული დრო მიეცათო რა, გარკვეული დრო მიეცათ. ესე იგი ასეთი შედეგი მოყვა ამ ყველაფერს. მათ ისეთი მადლი მიეცათ კეთილანგელოზებს, ვინაიდან ბოლომდე უფლის წიაღში ერთგულად შეინარჩუნეს ის ანგელოზებრივი სიმაღლე და სიწმინდე, რომ მიეცათ ისეთი მდგომარეობა, რომ შემდგომში ვეღარ შეძლებდნენ შეცოდებათ ღვთის წინაშე, არამედ ყოველთვის მის წმინდანებას აღასრულებდნენ. ეხლა ნახეთ, აი ადამიანი როგორია. თუ ადამიანი ესე იგი სწორად იქცევა, ანუ აღასრულებს ღვთის ნებას, ხო? ესე იგი ეს მადლია და წყალობაა ღვთისა, მაგრამ თუ ღვთის ნების წინააღმდეგ მიდის ადამიანი, ამას უკვე ცოდვა ქვია. ანუ ფაქტობრივად ან ბრძოლის შემდეგ ერთგულებით დაჯილდოვდნენ ისინი, ერთგულებისთვის დაჯილდოვდნენ და მიეცათ ისეთი მდგომარეობა, რომ არასდროს ღვთის წინააღმდეგ აღარ წავლენ. ანუ ეს ჩვენ კეთილ ანგელოზებზეა ლაპარაკი.
ეხლა განდგომილნი, ვინც იმის მოწინააღმდეგენი იყვნენ, განდგომილნი ანგელოზნიკი ისეთმა განძვინვებამ მოიცვა, ანუ გამძვინვარებამ, რომ მათ სინანულის საშუალება აღარ მიეცემათ. ანუ მათ დაკარგეს განცდა, რომ მათი ბრალია, ანუ სინანულის განცდა დაეკარგათ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ძალა ნდობას აღარ იმსახურებს და არც ალბათ სიბრალულს, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი აცტუნოს ამ ძალამ. მოკლედ, ეხლა ესე იგი, როგორც ვიცით, მე ამ დაცემულმა დემონურმა ძალამ, მათი მართველის ყოფილი ლუციფერის წინამძღოლობით გადაწყვიტეს, რომ ის ადამიანები ეცდუნებინათ, იმიტომ ღმერთს რა უნდა დააკლონ, ღმერთი უძლეველია და სრულყოფილი. ამიტომ იფიქრეს, რომ მოდი ადამიანები დავუყუყოთ, იმიტომ რომ ადამიანი უყვარს ყველაზე მეტად ღმერთს, ვინაიდან შექმნა თავის მსგავსად და ხატად. და მთელი მათი ყურადღება წამოვიდა ადამიანთა წინაშე და მათი მიზანია, რომ რაც შეიძლება ბევრი კი არა, ერთიანად ყველა დაღუპონ და დააშორონ ღმერთს. აი, მამაპაის ერთი ესეთი საოცარი სიტყვები აქვს. თავისი აზრი აქვს რა გამოთქმული ამ თემასთან დაკავშირებით, რომ აიო, ლუციფერს ხო თვითონ აღარ აქვს შანსი გადარჩენისო, ამიტომ ფიქრობს ეხლა, რომ რაც შეიძლება ყველა ადამიანი აცხონოსო, ანუ რაც შეიძლება დიდი რაოდენობა, ესე იგი, დაღუპოს, დააშოროს ღმერთს და ღმერთი ხო მოწყალეაო და მე იფიქრებსო, რომ მოდიო ამათაც გადავარჩენო და იქნება მეც გადავრჩეო. აი ესეთი ვერსია აქვს ერთი მამაპაის წარმოთქმული. ანუ აქ რა არის ჩადებული, რომ მოკლედ ბოროტი ძალის მთავარი მიზანი არის დაღუპოს ყველა და ყველაფერი. ანუ ადამიანი განუდგეს ღმერთს, ის ყველა ძალღონეს ხმარობს ამისთვის, რომ მოკლედ ადამიანი ვერ ცხონდეს და ვერ დაიბრუნოს თავისი დაკარგული სამოთხე. ანუ ეს ბრძოლა დაიწყო. ეხლა თქვენ უკვე ხვდებით, რომ გამყოფი აი ამ ორი ძალის არის შუაში ცოდვა. ანუ ცოდვა განაშორა ადამიანი ღმერთს, ცოდვამ განაშორა ადამიანი სამოთხეს და ცოდა გვაშორებს დღესაც იმ სიწმინდეს და განხთობას, რომლისთვის იესო ქრისტემ ჩვენ შეგვიქმნა ეკლესია. ცოდვა ხო, ცოდვა არის საფუძველი პირველი და მეორე სიკვდილისაო, ამბობს ჩვენი უწმინდესი. ანუ საბაბი როგორც ფიზიკური სიკვდილისა, რომელიც ყოველი კაცის ხვედრია, ისე მიზეზი სულიერი სიკვდილისა, როცა სული მარადიულ ნეტარებას კარგავს და კვიდრდება. ეხლა ჩვენ ვიცით, რომ ესე იგი, სამოთხეში ადამიანი უკვდავი იყო სულითაც და სხეულითაც, მაგრამ დაეცა რა ადამიანი, დაიშალა, დაიკარგა ის ჰარმონიული წყობა ადამიანის და სხეულით ადამიანი გახდა მოკვდავი, წუთი სოფელში. მაგრამ სულით რა თქმა უნდა უკვდავია, იმიტომ რომ თითოეულ ადამიანს აქვს უკვდავი, ანუ დაუსრულებელი, გონიერი და თავისუფალი სული. აი ესეთი სიცოცხლე უბოჭა ღმერთმა ადამიანს. და შეიძლება ცდუნდეს, დაშორდეს, მაგრამ ის უკვდავი მაინც რჩება. აი აქ სიკვდილი, მეორე სიკვდილი გულისხმობს იმას, რომ უღმერთოდ დარჩენილ, ანუ სამოთხის გარეშე დარჩენილ ცხოვრებას, რომელსაც ჯოჯოხეთი ქვია, იცით თქვენ, ამას მეორე სიკვდილს ეძახის. ანუ უფრო მთავარ სიკვდილს. იმიტომ რომ უკვდავება არის, მაგრამ უღმერთოდ ყოფნაში უკვდავება და ჯოჯოხეთში და ბოროტ ძალთან ტკივილებში და სიბნელეში ყოფნას, ანუ მეორე სიკვდილის აი ესეთი ტერმინი ქვია. ბოროტება სიკეთის ნაკლებობა არა, მხოლოდ ეს არა, არამედ მის დამის სრული დაპირისპირება. აი რა არის. არა ნაწილობრივი დარღვევა კანონისა, არამედ მთლიანად უარყოფა მისი. ყველაზე მეტად სულ სჭირდება გაფრთხილება. აი ესეთი გამოთქმაც კი არსებობს. მთელი სამყარო ერთ ცოდვილ სულს რომ შევადაროთ. აი ყველაზე ცოდვილი ადამიანის
სული გადაწონის მთელ დანარჩენ სამყაროსო, იმიტომ რომ ეს სამყარო დროებით არის მოცემული და ჩვენმა მამაპაპამ იმიტომაც წუთი სოფელი უწოდა, რომ ძალიან მალე დასრულდება და ის ყველაზე ცუდი ადამიანის სულიც კი არის უკვდავი და დაუსრულებელი. აქედან გამომდინარე, ასეთი მნიშვნელოვანია ყოველი ადამიანის სული. ცხოვრება სულს გაგვთელოს, მისთვის სულ ერთია, დიდი ხარ თუ პატარა, მეცნიერი თუ უბრალო მუშა, მაგრამ გახსოვდეს, შენ გვერდით უხილავად მუდამ დგას უფალი, გამხნევებს და გეუბნება, მე ვარ შენი ღმერთი, პრობელი მარჯვენისა შენისა, რომელმან გარქუ, ნუ გეშინინ, რამე თუ შეგეწიო შენო. ანუ ჩვენ ვიცით, რომ ხსნის გზა უკვე არსებობს, ჩემო ძვირფასებო, იესო ქრისტემ ჩვენი ცოდვები უკვე ჯვარზე მიალურსმა და თავად იტკივილა, ჩვენს გადასარჩენად ის მოკვდა და აღსდგა მკვდრეთით ესეთ ჩვენს გამო, რომ ჩვენ იმედით და ასე თქვათ სიხარულით ვიყოთ სავსე და მოგვიტანა და შეგვექმნა ეკლესია, რომელიც არის ერთადერთი კიბე, როგორ დავიბრუნოთ დაკარგულ ღმერთთან კავშირი, ანუ დავიბრუნოთ სამოთხის მდგომარეობა. სიკვდილი მოდის მაშინ, როცა ღმერთი ტოვებს სულს, ამ სიკვდილს კიდევ სხვა სიკვდილი მოსდევს მეორე, აი მე რო გეუბნებოდით, ეს ტერმინია. ეს სიკვდილი ყველა უბედურებაზე უფრო მძიმე და საზარელია, რადგანაც იგი სულისა და ხორცის გაყრას კი არ ნიშნავს, არამედ მათ შეერთებას საუკუნო სატანჯველისათვის. საერთაშორისო მინდა გითხრათ, რომ აი მეორედ მოსვლას ნიშნავს კიდე იმას, რომ ადამიანი თავისი სხეულითაც აღდგება. მაგრამ აქ მეორე სიკვდილზე ზუსტად ეს არის, აღდგება, მაგრამ სად მოხვდება, ის არის მთავარი. და თუ ეხლა ჯოჯოხეთში მყოფი სული იტანჯება მხოლოდ სულიერი ტკივილით, სხეულიც რო შეუერთდება, ასეთ მდგომარეობაში მყოფ, ესე იგი დაცემულ ადამიანს, ხო? ორმაგი ტანჯვა ექნება სხეულითაც და სულითაც, ასევე როგორც აი ვინც ახლა ცათასვასუფელშია, ხო ნეტარებს მხოლოდ სულით და სხეულიც რომ შეუერთდება სამოთხეში, უკვე ნეტარება იქნება სულიერიც და სხეულებრივი ნეტარებაც. ცოდვამ გაყო კაცთა მოდგმა, გაყო ამპარტავნებით, სიძულვით, მრისხანებით, ჩურის ცილისწამებით, ხშირად არ ძალგვით დაუძლიოთ ეს გამთიშველი ძალა, რომელიც ჩვენს ხედვას არასწორ მიმართულებას აძლევს და რომლის გამოც პიროვნების ცხოვრების ნამდვილ სახეს დამახინჯებულად აღვიქვამთ და მას ვიჩნევთ რეალურად. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ეხლა მე მინდა რომ გესაუბრო ღვთის კანონზე, აი სათაურიც ასეთი გავუკეთეთ, ჩაუნიშნეთ დღევანდელ თემას, ღვთის კანონი, ანუ იოსების სიხასტი, ეს დაწმინდელი კაცი, წმინდა ადამიანი, ესე იგი ასურათებს ამ ძალიან საინტერესო თემას, რომ კაცთა მოდგმას სამი მტერი ჰყავს. ახლა რეალურად რო ვიცოდეთ, ჩვენ რასთან გვიწევს ბრძოლა, რა ძალასთან უწევს ადამიანს ბრძოლა. პირველი ეშმაკი, ეს ვიცით ჩვენ და ჩვენი დაუძინებელი მტერი, ასეც კი ვეძახით, ჩვენი საკუთარი ბუნება, ანუ დაცემული ბუნება, მიწიერი მიდრეკილება და ჩვენი ჩვევაო, ანუ აი იგივე დაცემული ბუნება, ჩვევა. ყველა უსამართლობა ეშმაკს მიაწერე, ნახეთ რა მაგარი რჩევა, იგი გძულდეს და მხოლოდ მას განიკითხავდე. ეხლა ამას რა კონტექსტში გვაძლევს? აი ვიღაცამ ცუდი გაგიკეთა, ხო? ჩვენ ხო ვიცით ხოლმე აი ამ ადამიანმა მაგას ამას როგორ შევარჩენ და მაგან გამიმწარა ცხოვრება და ასეთი ამბები, აი ესე ვიცით ჩვენ ეს რაც არის. აი ამ შემთხვევაში ნახეთ რა მაგარი რჩევა. ის ხო თვითონ ადამიანს ხო თქვით უკვდავის სული აქვს და ჩვენ ის კი არ უნდა გძულდეს თვითონ ვინც ეს ჩვენ ცუდი გაგვიკეთა, არამედ ის ცუდის აქციელი უნდა გძულდეს. ადამიანი არ უნდა შევეძულოთ. აი აქ ზუსტად გძულდეს ეშმაკიო, ანუ ყველა უსამართლობა მას მიაწერე, ბოროტს, იმიტომ რომ ეს ადამიანი თუ არ გეყვარება, შენ რო ცუდი გაგიკეთა, გეცოდებოდეს მაინც, რომ მან
ვერ სძლია ბოროტ ძალას, რომ ის დაემონა მას, მის მიზნებს და მისი შთაგონებით ასეთი ცუდი საქმე გააკეთა. აი აქ ამის ახსნა უნდა იოსების სიხას. ბუნება ეწინააღმდეგება სულიერ კანონს და ითხოვს ყოველგვარ იმას, რაც სულისთვის დამღუპელია. აი მეორე მტერი. სიცოცხლის ბოლომდე სიძულვილის ღირსი ის განიკითხეო. ანუ მეორე, როგორ თქვით, დაცემული ბუნება ადამიანისა. და მესამე ჩვევა, რაკიღა ვეჩვევით ყოველგვარი სიავის ქმნას, ჩვევად გვექცევა, ისიც ბუნების ადეგილს იკავებს და ცოდვა კანონივით უპყრია. ამიტომაც საჭიროა მისი მოძულება, რათა მოხდეს ჩვენში ღვთაებრივი ცვლილება და განთავისუფლება მივიღოთო. ესე იგი, აი უმეტესობა ჩვენ ხო ვიცით, რომ ამ სიგარეტს, ამ ალკოჰოლს, ამ რაღაც ათასნაირ საშუალებებს, ნარკოტიკულს ჩვევის გამო ღებულობს. ხო ვიცით, ეს არის მავნე ჩვევა და აი რამდენი იგივე ლანძღვა გინება, იგივე განკითხვა, სიცრუის თქმა და ათასი უბედურება, გარყვნილება, რომელიც დღეს მოდათაც კი შემოიღეს, აი ეს სულ ყველაფერი მამას მიაჩნია, რომ ეს ჩვევის ბრალია. სცოდე დაეცი, ეს მიტოვება არა, რადგან შენ ჯერ კიდევ ამ სოფლიური სიამაყე და ცუდ მედიდობა გაქვს. უფალი კი უშვებს, რომ შეცდე, რათა ყოველდღიურად გრძნობიერად შეიცნობდე საკუთარ სისუსტეს და უთმენდე მათ, ვინც ცოდავს, რომ არ განიკითხავდეო. ახლა ნახეთ, ხანდახან აი როგორ არ ცდილობ, რომ მოდი აღარ ჩაიდინო ეს რაღაც მავნე ჩვევა, მაგრამ აი რას ამბობს წმინდა მამა, უფალი უშვებს, რომ შენ შეცდე კიდევ ერთხელ, რომ აი სხვას ასე აღარ განიკითხავდეო. რომ ამას წმინდა მამა რას გვეუბნება, რომ უფალს უნდა რომ ჩვენ სიმდაბლე გვასწავლოს, მიმტევებლობა გვასწავლოს და არა მკაცრი განსჯა. ცონარებაში გატარებულ მრავალ წელს განსაცდელში მყოფი ერთი დღე სჯობს, რადგან განსაცდელი წამალია და სამკურნალო ბალახი, რომელიც კურნავს ჩვენ წყლულებს. ყოველ შეცოდებისას ადამიანს ცოდვა მიეტევება, როგორც კი შეინანებს, მაგრამ წარმოდგენა რჩება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, სიცოცხლის ბოლომდე იტანს სასჯელსო. ეხლა ეს რაზეა? აი უყურეთ, რაღაცა მძიმე ცოდვა ჩაიდინა სიჭაბუკეში ადამიანმა, ქალია თუ კაცია. ხო და ის ახსარებაში რო თქვა, კი აპატია ღმერთმა თუ სინანული თქვა გულწრფელად. მაგრამ მერე მთელი ცხოვრება შეიძლება ამ სასჯელს სხვანაირი ფორმით, ესე იგი ხანგრძლივი ამ ცოდვას ხანგრძლივი სასჯელი მოყვეს. კი ამ დროს თუ გარდაიცვალა, პასუხს აღარ აგები მცოდვაზე, მაგრამ შენ უკვე დაიავადე ამით შენი, ესე იგი, შენი თავი და შენ ეხლა ამ დაავადებული მდგომარეობით, ხო, უნდა გარკვეული ხანგრძლივი სასჯელი გამოიარო. აი ამაზეა. ეხლა უფრო კარგად რომ მივხვდეთ აქ რას წერს, აი უფრო კარგად გეტყვით. აი მაგალითად, წმინდა თეოდორა ალექსანდრიელი, როცა სცოდა ამ ადამიანმა, გაიქცა, შეინანა, განიწმინდა რა რაღაც ცოდვის, მაგრამ როცა ცილი დასწამეს, მას შემდეგ უკვე წლები გავიდა, 10-20 შეიძლება მეტი. და ცილი დასწამეს და გააძევეს და დააბრალეს მრუშობა, ამ დროს მონაზონი იყო და შვილიო მოუგდესო, სხვისი გაჩენილი შვილი და ამისიაო დააბრალეს და მან სხვისი შვილი გაზარდა, როგორც საკუთარი. და მხოლოდ მან იცოდა, რისთვის აღდგა მასზე ცილის წამება. აი უყურე, ჯერ ვერ გაერკვია, კაცო, რატომ აბრალებენ, ღმერთო, მე რა დავაშავე, მე არ ჩამიდენია. მაგრამ მე რო სიღრმეში ჩაიხედა, გაახსენდა თავისი სიჭაბუკეში ჩადენილი მრუშობა, თუ შვილის სიკვდილი ეს აღარ არის დაკონკრეტებული. და მერე მიხვდა, რომ აი იმ სიჭაბუკის, ესე იგი, ცოდვის გამო მიიღო ეს სასჯელი. და მიიღო და
პატიოსნად, ესე იგი შეასრულა და რა თქმა უნდა ამით განიწმინდა. არა უშავს, აი ღმერთმა შენზე ეშმაკები მოუშვა, ნახე ახლა როგორ გვაიმედებს, მოუშვა რათა ცოტა შეგაჯანჯღაროს, რომ დაინახო სათხარ, რომ ცხადი გახდეს ამ პატავნება, რომ დამდაბდეს შენი გული, რათა შეიცნო, რომ ადამიანი ხარ ცოდვილი, რათა თანაუგზნობდეს შენ ცოდეთ და უდნავადაც არ განიკითხავდე მათ. ესაა ხელოვნებათა ხელოვნება და მეცნიერებათა მეცნიერება. ანუ ყველაზე უმაღლესი სულიერებაში მაინც ის არის, რომ ჩვენ ვისწავლოთ სიმდაბლე და დავანებოთ თავი სხვის განკითხვას. აი ადამიანი ფაქტობრივად რომ იტყვიან მოწადინებულია, აი ბუნებით ასეთია, რომ განიკითხავდეს სხვას, ძალიან კარგად ხედავს სხვის ნაკლს. ეს ძალიან ადვილი შესამჩნევია. ადამიანის პრობლემა ის არის, რომ თავის ნაკლს ვერ ხედავს. ანუ მისი პიროვნება დაინტერესებულია სხვისი ნაკლის ძიებით და არა საკუთარი სისუსტეების აღმოფხვრით. ახლა სწავლობ შენ ამ ხელოვნებას, ახლა გაქვს ჯილდო, ახლა ავლენ რომ გიყვარს ქრისტე და არა მაშინ, როცა მადლი გაქვს. აი, როცა ყველაფერი კარგათაა, სიტყვაზე საზეიმო მდგომარეობა, რაღაცა წინსვლა, წარმატება, მაშინ კი არ არისო. აი, როცა ბრძოლები გაქვს, როცა განსაცდელები გაქვს, აი თურმე მაგ დროს უყარხარ ყველაზე მეტად ქრისტეს. ღმერთს უნდა ისეთები გაგხვადოს, როგორიც მეომარია ასპარეზზე. მას უხარია ეშმაკის ურდუებთან, როცა მეომრად ხედავს დემონთა ხროვაში მებრძოლს, დაცემაც და აღმაფრენაც, ჭვრეტაც და ცოძვად შენი გულისთვისა იცოდეო. ნახეთ რა მაგარია? ესე იგი ეს განსაცდელები აი ზოგჯერ უკიდურესად მძიმეა, უკიდურესად დამღლელია, უკიდურესად შეურაცხმყოფელია. ეს ყველაფერი გათვლილი აქვს ღმერთ, ჩემო ძვირფასებო, ჩვენ სასარგებლოდ, რომ ჩვენ კიდევ ვიმეორებთ ხელოვნებათა ხელოვნება და მეცნიერებათა მეცნიერება, ანუ ყველაზე მაღალი გვასწავლოსო, რასაც სიმდაბლე ქვია, რომ სხვა არ განვიკითხოთ, სხვისი ცოდვა არ არის ჩვენი საქმე. ეს ცხოვრება საომარი ასპარეზია. ხო არა, ისე ცუდი არაფერი მომხდარა, ნახე რა კარგად გვამშვიდებს. ღმერთი წავიდა მცირე ხნით, ის ისევ მოვა, ცოტას აყოვნებს, სურს რომ მოთმინება და სიმდაბლე გასწავლოსო. აი ეს სიტყვები მიყვარს ძალიან. და ბოლოს, ეს ცხოვრება საომარი ასპარეზია, დასვენება იქ იქნება. აქ განდევნილობა, იქ ჭეშმარიტი სამშობლო, ეს ცხოვრება ღვაწლია, უწმინდურ სულებს ეძვი, ხუმრება საქმე როდია, ნუ გეშინია. მოწყალე ღმერთი საბაბს ეძებს, რომ სული აცხოვნოსო. აი, ჩემო ძვირფასებო, ასე დავამთავრეთ ფაქტიურად. ეხლა ეს გარდაუვალი კანონი რაში მდგომარეობს, რომ ჩვენ აი როცა რაღაცა უგმაყოფილებას გამოვთქვათ, ეს ჩემზე რატომ მოხდა, ეს ჩემ რატო დაეშვა, ეს მე რა დავაშავე, მე ხო იმათ წინაშე მართალი ვარ და რაღაცა. ამ დროს უბრალოდ სხვა ჩაღრმავება სჭირდება ადამიანს. და თუ კარგად ჩაუღრმავდება, მიხვდება, რომ უსამართლოდ არაფერი არ ეძლევა ღვთიდან. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენ სასიკეთოდ ხდება ეს განსაცდელები, კიდევ ვიმეორებ, რომ ხელოვნებათა ხელოვნება და მეცნიერებათა მეცნიერება ყველაზე უმაღლესი რამ ქრისტიანობაში რაც არის, სიმდაბლე ვასწავლოს და რათა არ განვიკითხავდეთ სხვებს და ასე ესე იგი მოვიშოროთ ჩუჩხი ჩვენი სულიდან. ღმერთთან ურთიერთობა გავს ჩვენ ყოფით ცხოვრებას, ასე ვთქვათ, ადამიანებთან მიმართებაში. ცოტა ხნით რომ წარმოვიდგინოთ, მშობელი როგორც ღმერთი. მშობელი ხო როგორც ღმერთი ისია შვილისთვის, ხო, მოდი ასე ვთქვათ, ამ სიტყვის კაი გაგები. და თუნდაც მასწავლებელი ბავშვისთვის როგორც ღმერთი. უფრო ადვილი გასაგები რო იყოს, თქვათ, თვითონ ღმერთის დამოკიდებულება ადამიანისადმი. ანუ ძალიან გვიჭირს ჩვენ ადამიანებს და ზოგადად უფროსებსაც, როცა სარწმუნოების ნაკლებობა არის და ალბათ ამეთანხმებით, რომ არავინ არა ვარ ჩვენ იმ დონეზე სარწმუნოებაში, რომ ჩვენში რაღაცა გარკვეული გულისწყრომები არ იყოს სხვადასხვა ვითარების თუ განსაცდელის დროს.
ეს არის ჩვენი სისუსტე გამოვლენილი რისგან, რომ ჩვენ არა გვაქვს ძალები, არა გვაქვს ასე ვთქვათ, იმხელა შემეცნება და იმხელა სარწმუნოება, რომ ნებისმიერი განსაცდელი მივიღოთ მადლიერებით. ამას ჭირდება გარკვეული პერიოდი დრო, მუშაობა, ანუ სულიერი ზრუნვა და ღვაწლი იმისათვის, რომ ჩვენი თავი, ასე ვთქვათ, მოვამზადოთ და განვაწყოთ ყოველთვის ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ჩვენზე აღსრულდება, ასე ვთქვათ, დაეშვება ღვთისგან, არა როგორც ღვთისნებელობა და კარგად გაიგეთ ხა რასაც ვამბობ, თუ ადამიანს განსაცდელი აქვს, არ იფიქროთ, რომ ეს არის ღვთისნება. უბრალოდ ამ შემთხვევაში ღმერთი არ უტოვებს ჩვენ სხვა საშუალებას და ეს არის გამოსავალი. ანუ კიდე გავიმეორებ, განსაცდელი არ არის საჯელი, არამედ ღვთისგან იმის გამო, რომ ჩვენ სხვა გამოსავალი არ ვიცით, იმიტომ რომ თუ ეს საჯელი არ იქნება, ჩვენი მდგომარეობა და ჩვენი სარწმუნოება ვერ გასწორდება ღვთის წინაშე, ჩვენი სული ვერ განიკურნება და შესაბამისად ის განსაცდელი, რომელზედაც ჩვენ ხშირად წუწუნებთ, სუსტად არის განკუთვნილი და იმ დოზით და იმ ზომით მოცემული ჩვენზე, რასაც დავიტევთ და რაც იქნება სინამდვილეში ჩვენი, ანუ როგორ გითხრათ, ანუ ჩვენ შევძლებთ მოთმენას. აი ღმერთი არასოდეს, ნახეთ, იმდენად უყვარს ადამიანი, იმ ხელა საჯელს არასოდეს არ დაადებს, რომელ საჯელსაც ის ვერ დაიდევს. ნახეთ, ზუსტად ასე ვართ ჩვენ და შედარება გავაკეთოთ. მშობელი არასოდეს არ დააჯის შვილს ისე და მოდით ხაზი გაუსვათ იმას, რომ მშობელს არასოდეს არ უნდა შვილის დაჟა, თუმცა შვილის უსაქციელობის გამო იძულებული ხდება. ნახეთ, მშობლის ნება საერთოდ არ არის შვილის დაჟა. მშობლის ნება, სურვილი თავიდან ბოლომდე არის შვილს მოეფეროს, ჩაეხუტოს და დიდი სიყვარული გამოხატოს მის მიმართ და მთელი ზრუნვა ჩადოს და თავისი თავიც კი გაწიროს მისთვის. თუმცა როცა მშობელი ყველაფერს აკეთებს შვილისთვის, მაგრამ შვილი ამ შემთხვევაში ჯიუტობს, ამ შემთხვევაში ურჩობს, ამ შემთხვევაში ძალიან ცუდად იქცევა, მშობელი იძულებული ხდება, როგორც ღმერთი ჩვენ შემთხვევაში იძულებული ხდება, რომ მოიგონოს საჯელის ისეთი ფორმა, რომელიც მის შვილს გამოასწორებს, მის შვილს, ასე ვთქვათ, მისცემს მიმართულებას, სწორ მიმართულებას, რათა ის გადარჩეს, რათა ის კარგი ადამიანი გაიზარდოს, ხო? მე მგონი მარტივი ლოგიკაა, უბრალოდ ცოტა ესე ვთქვათ, მარტივად უნდა ამას ახსნა და მიღება, ხო? ამიტომ აი შეხედე აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ადამიანები, ნახე, ადამიანებს მოგვეცა თვისება, აღზრდილი ადამიანი უკვე, ნასწავლი ადამიანი და მით უმეტეს თუ ადამიანი ქრისტიანული თვალსაზრისით არის, ასე ვთქვათ, გაცნობიერებული და განსავლული, ამ შემთხვევაში ის ყოველთვის ეცდება მისი შვილისადმი სწორედ ისეთი საჯელი მოიფიქროს, რომელიც მის შვილის ცნობიერებას, სულიერებას, ფიზიკურობას არ დააზიანებს, არამედ საჯელი სწორედ იქნება ისე მოფიქრებული, რომ მისი შვილი გონებაზე მოვიდეს და სწორ გზას დაადგეს. და ყველაზე კარგად, აი თუ ჩვენ ეს ახლა რასაც ვამბობთ ჩვენ, ხო, ადამიანები ხარ რასაც ყვებით და რაც გვინდა რომ ჩვენ შვილებს გავუკეთოთ, თუ ეს ჩვენ ვიცით ადამიანება და ჩვენ თუ უფრთხილდებით ჩვენ შვილებს, ჩვენ თუ უფრთხილდებით მათ სულიერებას და მათ ფიზიკურობას. ხო წარმოგიდგენიათ, ჩვენ შეცდომილები ვართ, ამას არ დაგვავიწყდეს. ჩვენ ცოდვილები ვართ, ჩვენ კიდე არ ვიცით ზოგჯერ რომელი ფორმა იქნება სწორი, ასე ვთქვათ, მოდი 100%-იანი ჩვენი შვილების ასე ვთქვათ გადასარჩენად. და ჩვენი საჯელი რამდენად იქნება, ასე ვთქვათ, ეფექტური, ესეც არ ვიცით. თუმცა ჩვენგან განსხვავებით ღმერთი იცის სწორედ და აი ნახეთ, იძულებული როცა ხდება, ის იღებს ზუსტად იმ გადაწყვეტილებას და იმ საჯელს ჭყალებში რა თქმა უნდა, იმ განსაცდელს უღრეს, რომელიც ყველა შემთხვევაში იქნება მისთვის, ასე ვთქვათ, სასარგებლო. აი ზუსტად ამ შემთხვევაში არის, რომ ყველა ნებისმიერი მასწავლებელი, როცა ასწავლის ბავშვს, თუ სასულიერო პირი იქნება, რომელიც გადაგებს,
არასოდეს მას პირიდან არ უნდა ამოსცდეს ის სიტყვები, რომ შენ ღმერთი დაგჟის. ან ნახე შენ როგორ იქცევი წავალ მამაოს ვეტყვი, ასე იციან. ან ნახე როგორ იქცევი წავალ შენ მშობლებს ვეტყვი. და ორიენტირი, ასე თქვა, თავარი მიზანი არის რაზე, იცი რომ საჯელით, განსაცდელით დავაშინოთ ბავშვი. არა, ჩვენ ბავშვს ვეუბნებით, რომ ღმერთი არის იმდენად მოსიყვარულე, რომ თუ მასთან იქნები, შენ დაიმსახურებ მისგან დიდ ბედნიერებას. მაგრამ თუ მას დასცილდები, აი მაშინ მაგ დაცილების საფუძველზე შენ შეიძლება დაისაჯო. ამიტომ რო არ დაისაჯო, მოდი არ მოსცილდე ღმერთს. არ მოსცილდე მას. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ ნახეთ, ჩვენ განგვაწყობს ყოველთვის ჩვენი ფიქრები, ჩვენი დაცემული ბუნება განგვაწყობს ყოველთვის, როცა რაღაც განსაცდელია თუ რაღაც ხდება ჩვენს თავს, აი ბოროტი ჩვენში შემოდის, ფიქრი შემოაქვს, რომ ნახე რა გიყო შენმა ღმერთმა. აი მაგალითად კიდე მარტივი აი რა გიქნა დედა შენმა როგორ დაგსაჯა? ნახე მამა შენმა როგორ დაგსაჯა? და გულისწყლები მოსდის ეგრევე ბავშვებს, აუ დედა რა საზღვრად მომექცა და აუ ნახე მაგას რას უზავდა. ანუ ამ დროს ბავშვმა რო იცოდეს დედის განზრახვა, რაც არის, დედაზე გაბრაზდება თუ პირიქით, მივიდა ჩაეხუტება და კარგია დედა, რომ შენ ჩემზე ასე ფიქრობ და მადლობელი ვარ ამისთვის, რომ სწორი სასჯელია. ამას ვერ აცნობიერებს ბავშვი, თუ რა აუცილებლად გააკეთებს. და ზუსტად ამ მდგომარეობაში ვიმყოფებით ჩვენ ნებისმიერ ჩვენთაგანი, როცა ჩვენი გონება მიდის იქითკენ, რომ უბრაზდებით ღმერთს, რატო დამემართა ეს? არა და ამ დროს უნდა მადლობდე ღმერთს, რომ ეს იმიტომ დაგემართა, რომ შენთვის ეხლა დადგა დრო, რომ შენ უკეთესი ადამიანი გახდე. და ის შეცდომები, რაც მანამდე მოგდიოდა თუ ის ასე თქვათ, არასწორი საქციელები, რომელსაც ჩადიოდი, ეხლა უკვე ახალ ეტაპზე უნდა გადახვიდე. და ეს არის ზუსტად, ნახე, რომელმან დაითმინოს სრულიად იგი ცხონდეს, ანუ ამას გულისხმობს ღმერთი, რომ ჩვენ ღმერთისგან მიღებული ყოველი ის მცირე განსაცდელი იქნება თუ რაღაცა ასე თქვა სწავლება, მოდი ასე თქვა, დავარქვათ ამას სწავლება ეს ღმერთის, მითითება ეს ღმერთის და ასე თქვა გამოცდაა, ხო? უნდა მივიღოთ, რათა რომელმა დაითმინოს სრულიად იგი ცხონდეს, ეს მოხდეს ჩვენზე, რომ მთელი ცხოვრება ჩვენი, მთელი არსებობა ზუსტად უნდა იყოს იმისა, რომ ჩვენ არასოდეს არ უნდა გაუბრაზდეთ ღმერთზე, პირიქით ღმერთს მადლობდეთ ყველაფრისთვის და ვასწავლოთ ეს ჩვენ შვილებს, რომ იცი შვილო, შენ ჩემზე რომ ბრაზდები, ხო იცი რომ მე შენთვის კარგი მინდა და ყოველი შენი გაბრაზდება თუ ის რაღაც გულისწყვა, რომელსაც შენ ეშმაკიშ დაგაგონებს, რომ ნახე რა საზღვრად მომექცა დედა უსამართლოა, მამა და აი ამ დროს უკვე ბავშვი იმას კი არ ფიქრობს, რომ მისთვის ეს სასარგებლო იყო, არამედ აბრალებს დედას ან მამას. და სამწუხაროდ დიდ ადამიანებსაც ესე გვემართება ჩვენ და ეხლა დედმამა ზოგიერთს არ აყავს და ვის დააბრალოს და აბრალებს ღმერთს. და ამ დროს ღმერთს კი არ უნდა დავაბრალოთ ჩვენ დაცემულ მდგომარეობას და ჩვენ დაცემულ მდგომარეობისთვის, ნახე, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო ამ დროს ღმერთმა. სხვა რომ მიიღო სხვა გადაწყვეტილება, ჩვენ შეიძლება გავხარებოდა არ დავსჯელიყავით და რაღაცა წეღანი მექსომაც აღნიშნა, რომ შეიძლება რაღაც ვიყო ძალიან კარგად ვიყო და საერთოდ არც ვისჯებოდეთ, მაგრამ ნახეთ, ჩვენ გვეგონება რომ ძალიან კარგები ვართ, გვეგონება რომ უკვე всё ჩვენი ცხოვრება ლაღია, ეს წუთისოფელი 60-ია და მიდი იხარე სულო, როგორც სახარებაში წერია, მიდი ჭამე, სვი და იხარებდე. ასე არ არის. ამიტომ ღმერთი ყოველს გაფრთხილებს, რომ ეს არის წუთისოფელი და აქ არასოდეს არ არის მარადიული ბედნიერება. აქ წუხარებას მოსდევს რაღაც გარკვეული ნუგეში და იმ ნუგეშის შემდეგ კიდე რაღაცა ჩანაცვლება ხდება წუხარებით. ხო, მოკლედ გამიგზელა, ალბათ ვეცადე რომ აი რაღაცა მარტივად ამეხსნა ეს მომენტი იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, ბოლო იმას ვიტყვი იმისათვის, რომ როცა ჩვენ გონებაში ნებისმიერ დროს ჩვენ გონებაში მოვა ის აზრი, რომ თითქოს ჩვენ ღვთისგან ვისჯებით და შესაბამისად ავტომატურად წამოვა ფიქრები, რომ აი რატო ღმერთო და რატო, ხო, ამ დროს კარგად დავფიქრდეთ, იმიტომ რომ ღმერთი არასოდეს არ ცდება და არ ცდება, იმიტომ რომ ჩვენთვის უნდა კარგი. ესეც აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ, ჩვენთვის უნდა კარგი და იმიტომ არ ხდება ასე. რაც შეეხება ანგელოზებთან იმას, ამას ვეცდები რომ დიდხანს არ დაგალოთ, ანგელოზებთან მიმართებაში ანგელოზების დაცემა იმიტომ მოხდა, რომ ეს როგორც თავისუფალი არსებები, ასე ვთქვათ, როგორც ანგელოზი, ისევე ადამიანიც,
სანამ ადამიანი შეიქმნებოდა, ასე ვთქვათ, ღმერთმა ანგელოზებთან ერთად არ დაფარა ეს, ასე ვთქვათ, და თქვა, რომ მე შევქმნი ადამიანს და ანგელოზებთან მქონდა ერთგვარი შეხვედრა. ეს ერთ-ერთი წმინდა მას აქვს ამაზე საუბარი, რომ მქონდა ანგელოზებთან ამაზე საუბარი, რომ იცი რა, შევქმნით ადამიანს ჩვენს ხატათა მსგავსად, ანუ ყოვლადწმინდა სამებამ თქვა, რომ შევქმნით ადამიანს ჩვენ ხატათა მსგავსად, თუმცა მასაც ექნება თავისუფალი ნება და ის აუცილებლად დაეცემა ცოდვით. ანუ ის ღვთის სიტყვას უარყოფს. და ანგელოზები ისმენენ ამას. ანგელოზები ისმენენ ამას და რაღაც ანგელოზთა ერთმა ნაწილს გაუკვირდა ეს და თქვა, რომ როგორ კაცო ეს როგორ უნდა მოხდეს, მაშინ რატო უნდა გააჩინო? მაგრამ იმიტომ უნდა გავაჩინო, რომ მე სიყვარულით უნდა გავაჩინო და მან თვითონ უნდა გადაწყვიტოს, უყვარდეს თუ არა ღმერთი. ყველაზე კარგი რა არის, ხო? აი რას უნდა დავაკვირდეთ. ვიღაცა რომ მოვიდეს ჩვენთან და ძალით შეგვაყვაროს ღმერთი. ეს ხო ფიზიკურად შეუძლებელია. შეიძლება შეგვეშინდეს, ვიღაცამ დაგვაშინოს, რაღაცა აი და შენ თქვა, რომ კი მიყვარს ღმერთი. მაგრამ ამით ღმერთს ვერ შეიყვარებ. ღმერთის სიყვარული არის სრულად შინაგანის, შენი თავისუფალი ნებიდან გამოვლინება. ამიტომ ჩვენ დედამიწაზე რომ მოხვდით, ეხლა მოგვეცა საშუალება იმისა, რომ ჩვენ დავამტკიცოთ, რომ ჭეშმარიტად გვინდა ღმერთთან ყოფობა და ეხლა დაუბრუნდეთ ისე ღვთისციახს. ეს იქნება უკვე მარადიული დაბრუნება ღმერთში. ამიტომ ნახეთ, ანგელოზ ეუბნება, რომ გავაჩენ ადამიანს, ადამიანი შეცოდავს და მე ღმერთი ამბობს, რომ მე ჩავალ დედამიწაზე, მეც გავხდები კაცი და დავდავდები ადამიანის დონეზე დავალ და მე გამოვიხსნი მათ ამ უბედურებისგან, ანუ გადავარჩე. გაგიჟდა ანგელოზი, კაცო, შენ რანაირი ღმერთი ხარო, ახლა თუ გიღალატებსო, ნუ ლოგიკურად რო ვთქვა, ხო? თუ გიღალატებსო, მაშინ როგორ უნდა ჩახვიდეო იქ, კაცო, მასეთ მოღალატესთან როგორ უნდა ჩახვიდეო რა? ეგეთი რამე როგორ უნდა დაუშვა, შენ ღმერთი ხარო და ღმერთი მონისხატი როგორ უნდა მიიღო და ვერ დაიტია ანგელოზმა ეს. ვერ დაიტია და უთხრა, რომ აბა როგორ იქნება, თქვა, აბა მივატოვო ჩემი გაჩენილი. შენ რა ღმერთი ხარ, მაშინ მე ვიქნები ღმერთი. ანუ წინააღმდეგობაში მოვიდა. ანუ ღმერთი თავის სიმდაბლეს ასწავლის ანგელოზს და ანგელოზი ეწინააღმდეგება, რომ მოდი იცი რა, ესეთი ღმერთი მე არ ვიცი. ღმერთი რომელმაც შექმნა კვლილება და ის კვლილება მას ღალატობს, მიდის მის წინააღმდეგ მიდის და მე ღმერთი ხდება კვლილების მსგავსი. ანუ კაცი. აი ეს ანგელოზმა ეს ვერ მიიღო, ანუ ვერ დაიტია მის ბუნებამ ეს და შესაბამისად უთხრა, რომ მაშინ რომ მე ვიქნები ღმერთი, ასეთი ღმერთი ჩვენ არ გვჭირდება, რომელიც ადამიანის დონეზე დავა. ანუ აქ იყო ყველაზე დიდი დაცემა ის, რომ ანგელოზი, რომელიც თავის ბუნების წესით უნდა ყოფილიყო თავმდაბალი და მორჩილი ღვთისა, მან უკვე ამპარტავნება გამოავლინა წინააღმდეგობა ღმერთის წინაშე, ანუ მის სიტყვას, მისი გამჩენის სიტყვას პირველი შეეწინააღმდეგა ანგელოზი. აქედან უკვე ანგელოზი მოაკლდა ჭეშმარიტებას, მოაკლდა სინათლეს და შესაბამისად მიქაელ მთავარანგელოზი, როგორც გადამოცემა არის და დიონისე არეოპაგელს აქვს ამაზე ნაშრომი ზოგადად ანგელოზთა ცხოვრების შესახებ, ასევე მაქსიმე ამხსარებელსაც იქ რაღაცა სხვაობები აქვს მათ და ასე თქვა საუბრებში, თუმცა ყველა მაინც ერთხმად მამათა უმრავლესობა ერთხმად დიონისე არეოპაგელის შრომებს ანგელოზთა შესახებ მიიჩნევს სარწმუნოდ იმისათვის, რომ ასე თქვათ ჩვენ ვიცოდეთ წარმოდგენა გქონდეს ანგელოზთა ასე თქვათ დასის შესახებ და რა ფუნქციები აქვთ მათ. და ამ შემთხვევაში ასე თქვათ ანგელოზთა რაღაც ნაწილი დაეთანხმნენ ერთმანეთს და შესაბამისად მოხდა დაპირისპირება. ღმერთი რა თქმა უნდა ნახეთ ასაკეთებს, ღმერთი არ ეუბნება ანგელოზს, შენ ახლა წადი აქედან მოცილდი, არა, ღმერთი უცხადებს თავის ასე თქვათ ჭეშმარიტებას, რომ ასე უნდა მოხდეს. და ვერ იტევს ანგელოზი, ამის შესაბამისად ხდება ბუნტი და მიქაელ მთავარანგელოზი, რომელიც თავის სხვა ანგელოზებთან ერთად გამოაგდებს, ასე თქვათ, ვიცით ჩვენ ესეთ დასახელებით, ნუ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, თუმცა ამბობენ რომ ლუციფერი ერქვა, ამას ძალიან მნიშვნელობა არ აქვს, რაც ერქვა, ნუ ერქვა ლუციფერი, როგორც ამბობენ, ანგელოზს და მან თავის მხარეზე გადაიბირა რამდენიმე ადამიანი, ასე რამდენიმე ანგელოზი, ნუ ეხლა რაოდენობა ეს არავინ არ იცის და
პირობითად 1/13 თქვათ და გამოიდევნა ასე თქვათ ღვთის დიდებიდან იმის გამო რათა ვერ დაიტია ღმერთის სიმდაბლე. ანუ ვერ დაიტია ის რომ ღმერთი შეიძლება დასულიყო ადამიანის დონეზე. აი ზუსტად ეს სწავლება ჩვენ ერთგვარად უნდა განვაწყობდეს ხო ქრისტიანებს იმაზე რომ ჯერ ერთი სინანულისკენ უნდა განვაწყობდეს ხო ნახეთ ანუ მართლაც რო თქვათ ღმერთი შემოქმედი ჩვენი ცისა და ქვეყანისა ჩვენი დამბადებელი რომელსაც ჩვენ უღალატეთ და ყველაზე ცუდი რა არის კიდე იცი ყოველდღე ვღალატობთ ჩვენი ცოდვებით ყოველდღე ვღალატობთ რაღაცის თუნდაც რაზეც გქონდა ჩვენ საუბარი ხო ჩვენი გონება ეგრევე მოდის ნახეთ ჩვენი ბუნება სამწუხაროდ არის ესე ანუ ადამიანისეული ღალატის ცნობიერება გადმოყვა ჩვენ ბუნებას ანუ ჩვენ ადამიანშვილები რახან ვართ შესაბამისად იმ ცოდვის მატარებელიც ვართ რაც გქონდა მას და ნახეთ ჩვენშიც არის ეს მოღალატეობრივი სული და ამას კარგად დაინახავს ნებისმიერი მორწმუნე იმიტომ ვამბობთ ჩვენ რომ ყველაზე ცოდვილები ვართ ყველა ცოდვილები ვართ იმიტომ რომ დღეს შეიძლება 1000 ჯერ მოხდეს ჩვენ გონებაში ღალატი რაღაცის გამო თუნდაც აი რაღაცა უნიშნელო რაღაცის გამო ღმერთის ასე თქვათ სწავლება გვერდზე მიდოთ და ჩვენებური გავაკეთოთ და ასე შემდეგ ხა ამაზე აღარ ჩამოთვლი ძალიან ბევრია აქედან გამომდინარე ნახეთ ამის მიუხედავად ღმერთი ხო ჩამოვიდა ანგელოზს რაც უთხრა სიტყვა შეასრულა რაც უთხრა ადამიანს და ევას შეასრულა ჩავიდა ჯოჯოხეთში ნუ ვიცით მანამდე ევნო დაეფლა აღდგამტრეთით სანამ აღდგებოდა ჯოჯოხეთში ჩავიდა გამოიხსნა ყველა სულები და სიტყვა შეასრულა მაგრამ მეტიც დღესაც ჩვენ როგორც აღვნიშნე დღესაც ჩვენ ყოველდღიურად ჩავდივართ ღალატის ცოდვას ჩავდივართ წინააღმდეგობის ცოდვას და ძალიან ბევრ ცოდვას ღვთის წინაშე და ყოველ კვირას და ყველა წირვაზე მოდის იესო ქრისტე ისევე იმ განცდით იმ სულიერებით რითაც მოვიდა თავის დროზე განკაცების პერიოდში იმიტომ რომ ღმერთმა სიტყვა თქვა რომ მე კი მივდივარ ავმაღლდები ზეცად, მაგრამ სხვა იგივე გეშინისცემელი უნდა მოგივლინოთ და მე ვიქნები თქვენთან ყოველთა დღე და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. და ეს არის ზუსტად იესო ქრისტეს ყოფობა სულიწმინდის მადლის, ანუ უხილავად ჩვენთან ყოველთვის და ის მოდის სანამ ბოლო ადამიანი დედამიწაზე იქნება ცოდვილი და ვიცით რომ ყველა ადამიანი ცოდვილები ვართ, იესო ქრისტე მანამდე ივლის ყოველთვის დედამიწაზე მოვა მოკვდება ჩვენთვის და ემარხება ჩვენთვის აღდგება ჩვენთვის გვაზიარებს თავის სახორცს და ეს არის ზუსტად ის წირვა ლოცვის მსახურება რომელიც უაღმატებულესია ყველა მსახურებათა შორის დედამიწაზე ამიტომ აი ეს არის ზუსტად ღვთის სიმდაბლე და რაც ვერ დაიტია ანგელოზმა მოდი ესე ვთქვა დავამთავრებ ახლა რაც ვერ დაიტია ანგელოზმა სინათლეში მყოფობა ვერ დაიტია და ის თავისი ასე ვთქვათ უარყოფით მოაყარდა იმ დიდ სინათლეს რასაც ქვია ანგელოზთა სასუფევის სინათლე და მსახურება ღვთისა სადაც არის უდიდესი ბედნიერება და ზუსტად ამის გამო არის მისი შთაგონება ნებისმიერი ადამიანის მიმართ რომ ადამიანი განაწყოს ღვთის საწინააღმდეგოდ განაწყოს ყოველივე სინათლის საწინააღმდეგოდ რათა მასში მოხდეს სიბნელე მოკლება ანუ სურვილის მოკლება პირველ რიგში ღმერთთან ურთიერთობისა, სურვილის მოკლება პირველ რიგში მადლისა და როცა ადამიანის სურვილი მოაკლდება, შესაბამისად ის უკან იხევს და აი როგორც მაგალითად ადამიანს რო აღარ აქვს სინათლის დანახვის სურვილი, ის სიბნელისკენ მიიწევს და აი ეს არის ზუსტად თვისება ბოროტის, რომელმაც ასე ვთქვათ, ერთგვარად თავის თავში დაიტია სიბნელე. თუ არა სიბნელე როგორც ასეთი არ არსებობს, არსი არ აქვს. როგორც ბოროტებას არ აქვს არსი, ბოროტება არის სიკეთის მოკლება და სიბნელე კიდე არის სინათლის მოკლება. ნუ ბევრი შეიძლება კიდე ითქვას, მაგრამ მგონი და ძირითადი საქმე თქვით. კი გითხარით მოკლედ, მაგრამ ეხლა მინდა რომ კრწანისის შესახებ გითხრათ, ჩემო ძვირფასებო, აი როგორც ჩვენი ნინო ჯანიაშვილი შაშიანის პედაგოგი არის სოფელ კალაურიდან, ისე კრწანისის სკოლის დირექტორიც არის ქალბატონი ნინო და სოფელ კალაურიდან და დავხვდა ისეთი პატარა საყვარელი გემრიელი სოფელი, დიდი სკოლა, არ მოველოდით 400 ბავშვი სწავლობს ამ სკოლაში და აი მართლა ყოველგვარ მოლოდის გადააჭარბა ისეთი
ნიჭიერი, ჭკვიანი და კარგად აღზრდილი ბავშვები დაგვხდნენ. აი მართლა სახტად დავრჩით და რა თქმა უნდა გონება გახსნილები, ლამაზები, ჭკვიანები და იმდენად ნინო მასწავლებელს განუწყია ამ ქართული იდეის მისაღებად ეს ბავშვები, რომ თქვენ წარმოიდგინეთ ესე იგი, აი, როგორი სიხარულით ისმენდნენ, როგორი მე-12, მე-10 კლასელები, მე-8 კლასელები, მე-7, მე-4, მოკლედ, მთელი სკოლა რა. და ასეთი რაობა გამოიჩინა სკოლამ, რომ რამოდენიმე პედაგოგი მზად არის, რომ ჩაებას ამ პროექტში, რამოდენიმე ასაკობრივად ჯგუფი შეიქმნას და ასე აპირებენ, რომ ჩვენ სამშობლოსცოდნეობის ლაშქარს შემოუერთდნენ და როგორც ვიცი, დღესაც არიან აქ წარმომადგენლები და პატარა რჩევები ალბათ ჩვენ შეგვიძლია მივცეთ, რომ რაღაცა როგორ დაიწყონ ეს ყველაფერი, წიგნები მივაწოდოთ, რაღაცა მოკლედ ამაზე ცალკე შეგვიძლია დავისაუბროთ და მე ვფიქრობ, აი პირველი ნაბიჯები რაც უნდა გადავდგათ საჭიროა, რომ აი ბავშვმა დააფიქსიროს ჯერ თავისი ეს დამოკიდებულება. თქვათ, რომ აი გადაწყვიტოს, რომ აი ამაში თვითონ მიიღოს მოკლედ ამის გადაწყვეტილება რა. ისე კი არა, რომ აი რაღაცა იძულებითი ფორმა იყოს, არამედ მას შეუძლია სახლში წასვლა, მაგრამ ან გადაწყვიტოს, რომ დარჩეს. სიტყვაზე აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მეორე ის, რომ შევქნათ ეს პატარა ჯგუფები და მე უკვე ესე იგი სამ ეტაპად აი ჩვენი ყველა სახელმძღვანელო მოიცავს ქართული ესე იგი იდეას, ანუ ღირებულებათა ღერძი ასეთი თანმიმდევრობით არის ღმერთის სიყვარული, სამშობლოს სიყვარული და ადამიანის სიყვარული. ეს არის ჩვენ ყველა სახელმძღვანელოში ამაზე არის აგებული და ჩვენ რა თქმა უნდა მე უკვე შევარჩევთ იმ სახელმძღვანელოებს ამის მიხედვით რა, აი როგორ მდგომარეობა დაგვხდება ამ შერჩეულ ჯგუფებში და რა ვიცი, პრინციპში შეიძლება ყველა გულისენითაც რომ დავიწყოთ, იმიტომ რომ ზოგადად ეს საწყისი ეტაპია აი კაცობრიობის ისტორიის, აი რა გზა გაიარა, ეს არის გოგებაშვილის ენით გადმოცემული ძალიან მარტივად, თავისი პატარა ფსიქოლოგიური თხზულებებით, პატარა მულტიპლიკაციური ქართული მართლმადიდებლური მულტიპლიკაციური ფილმებით და ესე იგი შესაბამისი მსჯელობებით. ჩვენ ცნობისთვის გეტყვით, რომ შეგვიძლია მოგაწოდოთ ნებისმიერი გაკვეთილის ჩანაწერი, უკვე ჩატარებული გაკვეთილის, ესაც გამოგადგებათ და რა თქმა უნდა შემოგთავაზოთ ის ვიდეოები, რომლებსაც თქვენ გამოიყენებთ გაკვეთილის ჩასატარებლად. აი ეს ვარიანტები არის ჩვენთან და რა ვიცი, ახლა დღეს როგორ შემოვიდნენ და მოახერხეს, ახლა თავიდან ცოტა ძნელია, ზუმის გადმოწერა უნდა და რაღაცა სალამ ერთხელ ერთიოჯერ გააკეთებ. საღამო მშვიდობისა, მე ჩაგერთვებით ქრწანისის საჯარო სკოლის პედაგოგი ვარ შემოსული. დიახ. ძალიან დიდი მადლობა. მე ვარ სამოქალაქოს მასწავლებელი ქეთინო ქადაგიძე, აი კომპიუტერთან მომიჯექი. და იმდენად შთამბეჭდავი იყო და იმდენად არის მრავლის მომცველი იყო თქვენი ლექციური კურსი, ასე ვთქვათ, რომ მე გამოვთქვი სურვილი, რომ თქვენთან ერთად გამეგრძელებია ეს გზა ჩვენს ბავშვებთან ერთად. ახსენით თქვენ ახლა და აღნიშნეთ, რომ ჩვენი სამშობლოს სიყვარული, ღმერთის სიყვარული და ჩვენი მოქალაქეობრივი როლი არის დაერთიანებული ამ ყველაფერთან და ჩემი უპირველესი მოვალეობა არის აღზარდო აქტიური მოქალაქეები, ოღონდ ერის და ქვეყნის ღირსეული შვილები. აქედან გამომდინარე ძალიან ახლოს არის სულიერებასთან, მით უმეტეს ტრადიციებზე და ქვეყნის ასე ვთქვათ ღირსეული ფესვების ღირსეული გამგრძელებლები უნდა იყვნენ და
გულისყურით გისმენდით და რა ვიცი, ღირსეული ხალხი შემოგიერთდით, ასე ვთქვათ, სკოლის სახით, მოსწავლეების სახით და დიდებიც მათ გამოთქვეს სურვილი, რომ კიდევ ერთხელ თუ მობრძანდებიანო და ჩვენც დაწვრილებით გაგვესაუბრებიანო და ჩაგვიტარებენ გაკვეთილებსო და თქვენ თუ დაგვეხმარებით ჩვენი სკოლაში, ჩვენს სკოლაში, ასე ვთქვათ, ძალიან ფართოდ დავგეგმავთ ასეთ გაკვეთილებს და ვიცი, რომ ძალიან ბევრი სმენელიც გვეყოლება. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონი ნონა ვერ შემოვიდა, იამზეს ვხედავ აქ არის. ქალბატონი ნინო წასული იყო ჩვენი დირექტორი და აპირებდა ბოლოს შემოერთებას რაღაც აუცილებელს იმაზე იყო, როგორც ვიცი, სკოლის საქმეზე. და რა ვიცი, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, რომ უფლისწყალობით თქვენ გიპოვეთ და ამის მერე ვითანამშრომლებთ. ძალიან მამა ზაქარია დაგლოცეთ სკოლის სახით. ძალიან კარგია. რაღაც არაჩვეულებრივი შემართებაა თქვენში და თუმეტეს თუ ბავშვები ჩართული არიან და ყველაფერში მხარს გიბავენ, ეგ არის ყველაზე მაგარი, იმიტომ რომ თუ მithumetes უფროსი თაობა რომ მაღალ კლასებში ამ ყველაფრით დაინტერესდა, ეს უკვე იმის წინაპირობაა ლექსომასწავლებელო, რომ უკვე იმათში შეიძლება, როგორც ჩვენი ნინო და ისინი არიან გრიგოლი და ისე, იმათში შეიძლება უკვე მათზე შეიძლება სწორი მიმართულებით კარგი პედაგოგები გაიზარდონ და ეს არის ყველაზე კარგი ამბავი ახლა რაც კი გავიგე, ასე რომ მერთმა ხელი მოგიმართოთ. შეგეძიათ და დიახ, იცით რა იყო? ისა მამა ზაქარია, ესე იგი საყვედურიც კი გვითხრეს, რომ ჩვენ რატომ არ შეგვიყვანეთ, ასეთი კარგის იყო. მე ბოლოს ნუ ხო ყველა ვტიროდით და რაღაცა და ყველა როგორ მეფერებოდა და რა ხდებოდა მას და ჩვენ რატომ არ ვიყავით და ვაიმეს და მოკლედ მე ვთხარი ერთხელ კიდევ მოვიწვევთ, მე ვიქნები ინიციატორი, მოვბრძანდება კიდევ უფროს კლასელებს ყველა შეგიყვანთ ასე და მოკლედ ბავშვები უკვე გველოდებიან. დირექტორი ამათ ისეთი დირექტორი იყოს, საყვარელოთ რო ესაუბრება ბავშვებს. აი ზუსტად, დიახ. ზუსტად მაგიტომ არიან ეს ბავშვები ასეთები. ნამდვილად. და მიხარია, აი ძალიან მიხარია ლექსომასწავლებელო, რომ აი ესეთი იმით წამოხვედით იმ სკოლიდან. ნინო არის ჩემი ბავშვობის მეგობარი, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. სტუდენტობა, მერე ჩემი მეჯვარე, შვილის ნათლია და არ ვიცი, აი ვიცი ვინც არის ნინო და სულ არ მიკვირს, რომ იმის რამდენი წელია ნინო უკვე ამ სკოლას ხელმძღვანელობს და ვიცი რომ ესე იქნებოდა მან ყველაფერი და მიხარია ძალიან. კი ბატონო, ნამდვილად მასია. როგორც დამრიგებელს გვანან, სადამრიგებლოს ბავშვები, ასე დირექტორს გავს მთელი სკოლა. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა მოკლედ ყველაფრისთვის და კარგით, ჩვენც წარმატებები თქვენ. ასევე მოგესალმებით მეც. მე ჩემი ხმა ისმის თუ ისმის. ყველას მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო შემეცნებითი ლექციისათვის. მე და ნონა მასწავლებელი ერთად გისმედით გულისყურით. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ამ ლამაზი პოზიტიური საღამოსთვის, რა თქმა უნდა, ჩავინიშნეთ მნიშვნელოვანი საკითხები, საანალიზო ეპიზოდები, რომელსაც გავაცნობთ ჩვენს ბავშვებს. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი გუნდის წევრი გვერქვას, ყველაფერს გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, და ვიქნებით ერთგული გულშემატკივრები ამ ჯგუფის. ძალიან გვიხარია, რომ ამ ჩვენ სკოლაში ამ საქმეს საფუძველი ჩაეყარა. გავიცანით ძალიან დიდი ადამიანები, ბატონი ლექსო და ქალბატონი თამარი მობრძანდნენ გაგვაცნეს ამ პროექტის შესახებ. ძალიან გაგვიხარდა, ძალიან მოტივირებული ვართ, რაც შეგვეძლება ყველაფერს გავაკეთებთ. მადლობა ჩვენი სკოლის ასეთი პრეზენტაციისათვის. ნამდვილად ასე არის, რაც ქეთევანმა ისაუბრა და თქვენ როგორი წარმოდგენას დაგჩათ, დარწმუნებული ვარ, ჩვენ გავამართლებთ, ყველაფერს გავაკეთებთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ძალიან მიხარია, რომ აი ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ვარ, ერთ-ერთი მხედარი, ასე ვთქვათ, ჩემი ქვეყნის სამშობლო სადარაჯოზე. დიდი მადლობა.
გაიხარეთ. აი სულ ესეთი ხალხი არის იქ და თქვენ წარმოიდგინეთ ეს უფროს კლასელი გივი მასწავლებელო მე-10 მე-12 კლასის ბავშვები აღარ წავიდნენ იქ დავრჩით კიდე кайხანი ვისაუბრეთ ჩაგვეხუტნენ მოკლედ თვალებში შემოგცქეროდნენ და იქ საოცრება ესე იგი ასეთი მე უბრალოდ თქვენ რო წარმოდგენა გქონდეთ მე გეტყვით რომ აქ ჩართულები არიან მცხეთიდან რამოდენიმე სკოლის დირექტორია ბატონი გივი პედაგოგები ჩართულები არიან დმანისიდან აგერ ლალი ფოლადიშვილი დმანისიდან არის ახმეტიდან არიან თის ხალხი აფციაურები არიან ფოთიდან არიან კახეთიდან არაერთი სოფლიდან წარმოდგენილი ხაშურია ძალიან აქტიურად ჩვენი ყველასთვის საყვარელი ნანა ბურძენიძე ჭიათურა ჩვენი თვალი და ჩვენი გული და სული სოფელი ტყოცა ჩვენ თქვით კიდეც რომ აი ტყოცა ვახსენეთ იქ რომ ტყოცაში რაც ხდება ჩვენთვის ნამდვილად აი უნდა ალბათ თელ საქართველოს მოედოს რომ ისეთი მაღალი დონის სწავლებაა რომ სკოლის დირექტორს და პედაგოგიურ ჯგუფს ისე მიყვართ სწავლების ხარისხი რომ არის საუკეთესო სკოლა და ბავშვებს მომზადება არ ჭირდებათ ისე ირიცხებიან სკოლის სწავლებით ესე იგი სასწავლებელში უმაღლეს სასწავლებელში და აი ესეთი უთბილესი და უსაყვარლესი ხალხი არიან აი ყოველთვის არიან ჯავახეთიდან ჩვენთან წარმოდგენილი გოგაშენი თუ სმენილი გაგებული გაქვთ თან სიხარულით გეტყვით რომ დღეს მოვჭი ჩვენ მონტაჟს მეგობრობის ბანაკის და არის მხოლოდ გასასწორებელი ხმები, ტიტრები, რაღაცეები და მოკლედ ის ამ ფილმში იქნება ასახული ეს ყველაფერი და შეიძლება აი ჩვენ კიდე როგორი რამე გვაქვს, იცი ლიტერატურული თეატრები გვაქვს, ამის სცენარებს გამოგიგზავნით გვაქვს კინოკლუბები შექმნილი და უამრავ ფილმს გამოგიგზავნით, შეგიძლიათ მათ ჩვენებები მოაწყოთ და ლიტერატურული სალონებზე კი თამარმა მოგახსენათ უკვე და ესეც დაძრული გვაქვს ეგ საქმე და მოკლედ ამის ნიმუშებსაც შემოგთავაზებთ და გვაქვს კიდე უკვე ჩვენი გამოცდილი სტუდენტი ბავშვები, რომლებიც უკვე პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევიან. მოკლედ დღეს ჩვენი გაცნობისა იყოს და დანარჩენი სამომავლოდ ერთად განვახორციელოთ. ძალიან მიხარია რომ წანესის სკოლა შემოგვიერთა და ისეთი კარგი სიტყვები მოვისმინე რომ мотивация მომეცა და ვიფიქრე რომ აი რაღაცა გაგვიკეთებია მეთქი და შედეგიც დადებულია და კიდევ მადლობა უფას რომ ესეთი კარგი მასწავლებლები აღმოაჩინეთ ესეთი კარგი სკოლა და ბავშვებიც როგორი დაინტერესებულები არიან და კიდევ გავბერდებით და უფრო დიდი ბევრი ვიქნებით და უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ახალგაზრდობა და მთელი საქართველო გადავარჩინოთ. ჩვენი წული შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის სულიერებაში. მიხარია ძალიან ახალი წევრების გაცნობა. მადლობთ. ძალიან სასიხარულოა თუ კი ასე მოიმატებს. ეს ქართული საკუთარი სამშობლოს სიყვარული, ღმერთის სიყვარული და ეს გამრავლდება ახალგაზრდობაში ამაზე კარგი არაფერი არ მგონია რამე იყოს. მიხარია და ძალიან კარგი. წარმატებები დიდოlt კონტენს. გაიხარეთ. რა ვიცი, მაშინ თუ ვინმეს რამე არაფერი გაქვს, დავემშვიდობოთ დღეს ერთმანეთს და ვიცით რომ წანისელების გამოჩენა ვიცი რომ ყველა გაგახარათ და აი ესეთი სიხარული იყოს ჩვენ გულებში. კიდევ 3 რუსთავის სკოლაა, სადაც მე უკვე შევხვდი დირექტორებს, ახალი სკოლები რა და რავი ჯერჯერობით კარგად მიდის ყველაფერი. თვის წყალობით ერთგან უკვე პედაგოგებს შევხვდით მე-17 ჩემი მშობლიური სკოლაა და ძალიან კარგად მიიღეს და ველოდებით ახლა შეხვედრას. ერთი განსაკუთრებული სკოლა გვაქვს, გიმნაზია წოდებული 24 რუსთავის სკოლა და ხვალე უკვე პირველი დიდი შეხვედრა გვაქვს დარბაზში, სადაც მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები პირველი შეხვედრა გვაქვს და ნახოთ რა იქნება.
და 21 სკოლა ძალიან ძლიერი სკოლა, ასევე პარასკევისთვის ჩაინიშნა შეხვედრა, ეგრე რომ რაღაც სისულები გვაქვს და მე ყოველთვის გადმოგცემთ ხოლმე ამ ახალ ამბებს. ხო, თეთრ წყაროში დაიწყო აქტიური მოქმედება, ლევან ფანგანი ყავს იქ ჩვენ წარმომადგენელი და სავარაუდოდ შაბათისთვის იგეგმება იქ კიდე სკოლის დირექტორებთან გადასამზადებელი შეხვედრა თუ ბლომად მოგროვდნენ. მოკლედ შევხედავთ თუ არა და მე ჩვენთან დმანიში წამოვიყვანთ მაგათაც. ღვთისხატად შექმნილი ადამიანი ჰარმონიულ კავშირში იყო თავის შემოქმედთან. ადამი უშუალოდ ესაუბრებოდა უფალს, მაგრამ პირველ ქმნილი ცოდვის შედეგად ადამიანის სხეული შეიქმნა ხრწნადი. ამიტომ 64-დან განდევნილი ადამიანის სიცოცხლე დედამიწაზე იქცა დროებით სატანჯველად. გამოცდად. მიზანი კი ცალსახაა. დაიბრუნოს დაკარგული 64. ამისათვის ღმერთმა ადამიანებს დაუდგინა 10 მცნება, ღერძი წუთი სოფლისა. შემდგომ კი თავად ჩამობრძანდა დედამიწაზე და დედა ეკლესიის სახით შექმნა კიბე 64-ში დასაბრუნებლად. დღეს ადამიანი გამუდმებით საკუთარი თავის გარშემო ტრიალებს და ცენტრში თავისი თავი ჰყავს და არა ღმერთი. ის იმ ღერთს მიღმაა, რომელიც ქრისტეა. უღმერთო დარჩენილი ადამიანი კი ცოდვის მონად იქცა. ცოდვა არ არის ჩვენი თვისება. ეს არის ბოროტის გავლენით განხორციელებული ქმედება. დაცემული ადამიანის მანკიერი მიდრეკილება. დემონი, თუმცა უხორცო ძალაა, ის როგორც საკვებით, სისხლის სუნით და მრუშების სიბინძურით საზრდოობს. ამიტომ იმ ადგილებში ბინადრობს, სადაც ცოდვა და ბოროტმოქმედებაა. დღეს ადამიანი ცალკეულ საცდურებს კი არ აწყდება, არამედ მუდმივი ზემოქმედების მდგომარეობაში იმყოფება. ზდუნება ოჯახშიც აღწევს. ტელევიზორი და კომპიუტერი ხშირად ფარულ სახლმომართველად იქცა, რომელიც კარნახობს თანამედროვე ფასეულობებს, თვალსაზრისებსა და გემოვნებას. ყველა მხრიდან გაისმის მოწოდება. იცხოვრე დღევანდელი დღით, დატკბი, მოდუნდი, განიქარვე. ხოლო ქვეტექსტი ამ მოწოდებისას სულ სხვა, გაცილებით უფრო შაუბნელი. დაივიწყე უფალი და მარადიული ცხოვრება. დაივიწყე წუთიერი სიამოვნებისთვის. ფაქტობრივად ესაა უღმერთობის სწავლება სხვადასხვა ფორმით. ანუ თავისუფლება ღმერთის გარეშე. ქრისტე იყო ნიმუში თავგანწირვისა. დღევანდელი სამყარო კი გულგრილობის ზენიტშია. ადამიანს არ ასწამს ღმერთი და შემდეგ ანგარიშს არ უწევს არც მშობლებს, არც ოჯახს, არც სოფელს, არც სამშობლოს. აი სწორედ ამისთვის ნერგავენ მოდუნებულობის მდგომარეობას. მსოფლიო გლობალიზაციის ორომ ტრიალში გამაოგნებელი ტექნოლოგიური მიღწევებით გონება დაბინდულმა სამყარომ დღეს დაკარგა საკუთარ თავზე კონტროლი. დაკარგა ყველაზე მთავარი და არსებითი ხერხემალი, გზა დაკარგული 64-ისკენ. მიზანი მარადიული სულის გადარჩენისა, მთავარი საზრისი ღმერთთან მყოფობისა. კატასტროფულად იმატა თვითმკვლელობამ, სექსუალურმა გაუკუღმართებამ, ძალადობამ, სადიზმმა, თანაც თავისუფლების ნიღაბქვეში. არადა აშკარად მოჩანს იგივე შაუბნელი სახე სატანის რელიგიისა. აბორტების რაოდენობა მარტო ქრისტიანულ ქვეყნებში ომში დახოცილთა, კერპებისათვის შეწირულთა, კანიბალებისაგან შეჭმულთა რაოდენობას გადააჭარბა.
ძველგრავიურაზე დედამიწა სამყაროს ოკეანიში მცურავ კუნძულადაა გამოსახული. დღეს კი ის ადამიანის სისხლში მცურავ კუნძულს უფრო ჰგავს. ბევრნი გონს ვერ მოსულან და ამბობენ, რისთვის ქუჩის უფალი ასე მკაცრად. მაგრამ უფრო მართებული იქნებოდა გვეკითხა, რისთვის გვითმენ სუფალი ჯერ კიდევ. აი, ამ უხერხემლო სამყაროსკენ მიგვაქანებენ დღეს ქართველებს იდეოლოგიური სატყუარებით. არა და ჩვენში მიწას ჯერ კიდევ აქვს ჯიქანი. რადგან ქართული მოდგმის ისტორიული სუნთქვა იესო ქრისტეა, ძე ღვთისა. იყო არ სოფელი? სოფელზე კაცია. დენაცვალე. თუ გიყვართ შენი ქვეყანა, იქ უნდა იყოს ასახარი. გაჭირვების ნიადაგზე 2 მილიონამდე ქართველმა დატოვა ჩვენი სამშობლო შემდეგი განწყობით. რა ვაკეთო მანდ? პერსპექტივა არაა. არც ნორმალური საცხოვრებელი პირობები. და საერთოდ რას მომცემს საქართველო? აი მაგიტო გადი ხალხი. იქ უკეთესობა ნახა. არ უყარ თავის ქვეყანა. იმას ფული უნდა. ჩვენი მაღალღირსეული წინაპარი კი სხვა განწყობით ცხოვრობდა. 1917 წლის 17 სექტემბერს 10 წლიანი პატიმრობის შემდეგ მღვდელმოწამე კირიონ მეორემ ასეთი სიტყვებით მიმართა საქართველოს შუაგულს. სამშობლო საყვარელო, ღვთისმშობლის წილხვედრო, ბრძმეთ საშინა ტანჯვა ვაებისასა განწმენდილო. ვიცი შენი გულისხური ამჟამად ჩემკენაა მოქცეული. და მეკითხები, რა მომიტანე, რა მალამოსასცხებ იარებსა ჩემსა, რით მანუგეშებ სევდა მოსილსა, ყური მომიპყარ, არა მოվել რათა გიმსახურო, არამედ მსახურება ჩენდა და მიცემად სული სახსრა ჩენდა. აი განწყობა ქართული, მამულიშვილური. არა გიმსახურო, არამედ გემსახურო. არა რას მომიტანს, არამედ რას მოუტანს ჩემი ცხოვრება საქართველოს. ერთი შეხედვით ამ განწყობის შეცვლა შეუძლებელია, რადგან გარემო პირობები ქმნიან განწყობას და თითქო იმორჩილებენ კიდეც მას. მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. მე-20 საუკუნის დასაწყისში მსოფლიო ფსიქოლოგიაში გამოჩნდა ქართველი მეცნიერი დიმიტრი უზნაძე, რომელიც შეეწინააღმდეგა მანამდე მიღებულ აზრს, რომ განწყობა ცალკეული ფსიქიკური პროცესების ამხსნელი ისეთივე მცირე თეორიაა, როგორც აღქმა, აზროვნება, ემოცია, ნებელობა და მისი ეფექტის ახსნა თითქოს სხვა დიდი თეორიის საფუძველზე იყოს შესაძლებელი. ამ დაპირისპირებაში დიმიტრი უზნაძემ განწყობის ზოგადფსიქოლოგიური დიდი თეორია შექმნა. მან განწყობა დაახასიათა როგორც ადამიანის გარკვეული ქცევისათვის მომზადების მდგომარეობა, წინასწარი შინაგანი მზადება გარკვეული საქმიანობისათვის. თუმცა შესაძლებელია მას ეს სულაც არ ჰქონდეს გაცნობიერებული. ამ თეორიით ხდება ადამიანის ფსიქიკური აქტივობა, მისი მოქმედებისა და ცნობიერების წვდომა და შემეცნება. აღმოჩნდა, რომ ტემპერამენტისა და ხასიათის ტიპებს საფუძვლად უდევს განწყობის ტიპები. ეს აზრი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 60-იან წლებში ბრძანა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსმა ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლებში. ფაქტიურად განწყობა შუამავლის როლს თამაშობს ადამიანის ცნობიერებასა და გარემოს შორის. საბოლოოდ, დიმიტრი უზნაძე ასკვნის, რომ ადამიანის ფსიქოლოგია მისი მთლიანი ფენომენის,
მისი განწყობის საფუძველზე უნდა აიგოს, ხოლო მისი ცალკეული ფსიქოლოგიური პროცესები მისი ქცევის განწყობას, ფორმირებასა და მოქმედებას ემსახურებიან. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადამიანი სწორედ, დამაჯერებლად განეწყო ამა თუ იმ საქმისა თუ საკითხის მიმართ, ის არათუ დაემორჩილება გარემო პირობებსა და არსებულ მდგომარეობას, არამედ დაიმორჩილებს კიდეც მას. სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ამას. ესე იგი, მთავარია ადამიანმა შეიცნოს განწყობის თეორიის ძალა, ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს და გადაწყვიტოს, რომ საქართველოს მისი დახმარება სჭირდება დღეს. განეწყოს ასე, რას მივცე მე საქართველოს. ამ დროს ცნობიერი თუ ქვეცნობიერი ფსიქიკური ძალების გააქტიურება მოხდება და მისი გარემო პირობებით შექმნილი მდგომარეობა დაემორჩილება მას, მის სურვილს, მის განწყობას. ანუ შეუდგება ისეთი საქმის აღსრულებას, რაც მანამდე წარმოუდგენლად მიაჩნდა. მაგრამ იმისათვის, რომ ემსახურო, უნდა გიყვარდეს. გიყვარდეს თავგანწირვით. იმისათვის, რომ გიყვარდეს, უნდა იცოდე. ჩვენ კი არაფერი ვიცით ჩვენ შესახებ. არათუ მსოფლ ხატით, შინასახით, შუაგულითა და წყაროს თვალით არ ვიცნობ ჩვენ სამშობლოს, არამედ ჩვენთვის უცნობია მისი ზედაპირი, თვალწარმტაცი მთა და ბარი. წყალობა ხატისა. წყალობა მოგცა, წყალობა. არ გიჭირთ აგზევით სიცივეში. მიჭირს, მაგრამ თავს არ ვაძლევს საშუალებას თუ მიჭირს. ტიალი წუთი სოფელი არა ყოფილა ადვილი, გონება არ წივის სიცოცხლე არის ნამდვილი. აუ შენგენაცვალე. სტატისტიკური მონაცემებით დადგინდა, რომ ჩვენი მოსახლეობის 80%-ს არ აქვს ნანახის ზემოსვანეთი და ფშავ-ხევსურეთი. ეს უნიკალური საბრძანისი მისტიურ ტომთა. ჩემი აზრით ყველამ უნდა ნახოს ეს. ისიც სანახაობაა. ღირს. დაგვარი ხართ? გორზამაული. გიყვართ აქაურობა? აბა, რა თქმა უნდა, აქ დავბედი, აქ გავიზარდე, აქ. გავატარე 40-60 წელი. ჩემ კლასის 3 ბავშვია. თითო სკოლაში? 11. 11 ხართ სულ სკოლაში? კლდის თავს ჩამოთვლემს წამიერ რაის დაღლა და რის ძილი, არ წივის თვალმა გაზომოს ჩვენი სიცოცხლის მანძილი. სიმშვიდეა აქეთ? რა თქმა უნდა. არ გინდა ქალაქში რო ცხოვრობდე? არა. მაშ მოდით ვაღიაროთ. ჩვენ არ ვიცნობთ ჩვენ სამშობლოს.